28 დეკემბერს სამების ახალგაზრდულ ცენტრში სამრევლო სკოლების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. საღამოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის აღსაყდრებიდან 42 წლის თავს მიეწვნა. კონცერტზე საგალობლები და სხვადასხვა სიმღერა შესრულდა. დამსწრე საზოგადოებამ თეატრალური წარმოდგენაც იხილა. წლევანდელ ღონისძიებაში 1000-მდე სამრევლო სკოლის მოსწავლე მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, ამავე სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, სხვა სასულიერო პირები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ანი კუდუხაშვილი, სხვადასხვა სამრევლო სკოლის მოსწავლეები და მათი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ყველა წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი დღეს მასპინძლობდა თბილისისა და რუსთავის საკვირაო სკოლების შემაჯამებელ ღონისძიებას, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა წლის ბოლოს. მართლაც უწმინდესისა და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ასეულობით სამრევლო სკოლა ფუნქციონირებს ჩვენს ეკლესია მონასტრებთან მთელი საქართველოს მასშტაბით. ძალიან მნიშვნელოვანია ეს აღზრდელობითი კერები, ასე შეიძლება უწოდოთ თითოეულ ტაძარს, სადაც ჩვენი შვილები აღიზრდებიან ქრისტეს ჭეშმარიტი რწმენით, ღირებულებითი და ზნეობრივი განათლებით და ამავე დროს გამოავლენენ თავიანთ შემოქმედებით ნიჭებს და მართლაც შედეგი სახეზეა დღეს არაერთი სკოლა, რომელიც იქნა გამორჩეული ნამდვილად თავიანთი შემოქმედებით, ნიჭიერებით და მართლაც საოცარი თაობა მოდის, რომელსაც ეკლესია აძლევს სწორ ჯანსაღ მიმართულებას და მათგან გამორჩეულები დღეს დაჯილდოვდნენ შესაბამისი სიგელებით. ეს არის აღიარება იმისა, რომ ჩვენი ეკლესია და ჩვენი შვილები ერთად ვაშენებთ ბედნიერ მომავალს. ამაში რა თქმა უნდა უდიდესია წვლილი ჩვენი პატრიარქის ლოცვის, მისი ლოცვა-კურთხევის. ეს ღონისძიება ეძღვნება სწორედ მის საიუბილეო თარიღებს და სარგებლობ ჩემთხვევით და ყველა ერთად ულოცავთ მას აღსაყდრებიდან 42 წლის თავს და დაბადებიდან 93 წლის თავს და ამაზე მეტი საჩუქარი მართლაც რა უნდა იყოს პატრიარქისთვის, რომელიც ხედავს და მისი მოღვაწეობის ნაყოფია უამრავი ახალგაზრდა ბავშვი, რომელიც ნამდვილად შეადგენს ჩვენი ეკლესიის და ჩვენი ერის ჯანსაღ სისავსეს. მე მინდა დავლოცო ყველა მოძღვარი ამავე დროს, ვინც უაღრესად მნიშვნელოვან ნაყოფიერ მოღვაწეობას ეწევა, როგორც ტაძრის წინამძღვარი, მღვდელმსახური და როგორც პედაგოგი და აღმზრდელი. ერთმა დავლოცოს ჩვენი შვილები საოცრად ნიჭიერი, სულითა და სხეულით ლამაზები და დალოცვილები არიან ისინი და უსურვებს სრულიად საქართველოს, რომ რაც შეიძლება ბევრი შვილი დაბადებული იყოს და რწმენი და სამშობლოს სიყვარულით აღზრდილიყოს საქართველოში. ერთმა დალოცოს ჩვენი მომავალი და მრავალ ბედნიერ შობახალწელს დასწრებოდეთ ყველა, გაიხარით. ჩვენს უწმინდეს მინდა მიულოცო აღსაყდრებიდან 42 წლის თავი. მადლობა მინდა უთხრა იმ ყველა წამოწყებისთვის, რომელიც ეკლესიის გაძლიერებას, გამტკიცებას, აღორძინებას უკავშირდება და ეს საკვირაო სკოლების მნიშვნელობაც თავიდანვე ძალიან ესეთი მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად ჩაიდო მის მიერ, როგორც კურთხევა, ყველა სკოლასთან არსებობდეს საკვირაო სკოლა, რომელიც იქნება საგანმანათლებლო ცენტრი და უამრავი ადამიანის გზამკვლევი საბოლოო ჯამში ეკლესიასთან მისასვლელად. მადლობთ ღმერთს, რომ ამ ეტაპისთვის მეუფე შიოს ხელმძღვანელობით ეს პროცესი საკმაოდ განვითარდა, წინ წავიდა, გაძლიერდა და სხვადასხვა მიმართულება შევხედავ დღეს გამოფენის სახით, თქვა საკონცერტო ნომრების სახით, საგალობელის სახით და უამრავი ადამიანი ამაში ჩართული და რაც ყველაზე მეტად გასახარია, ისინი დიდი სიხარულით, მადლიერებით და ეკლესიის გვერდზე დგომით გამოხატავენ ამ ყველაფერს. ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სამრევლო სკოლების ხელმძღვანელებს მადლობის სიგელები გადაეცათ. დღეს ჩატარდა საკვირაო სკოლების შემაჯამებელი ღონისძიება, რომელიც წარიმართა ძალიან ლამაზად.
იყო მრავალი ბედნიერი ბავშვი გამოსული, სადაც გამოავლინეს თავიანთი ნიჭი, ის ქართული სულისკვეთება, თავიანთი რწმენა და ეს არის პირველ რიგში დამსახურება ჩვენი უწმინესი და უნეტარესი ილია მეორის, რადგანაც სწორედ მისი ლოცვა-კურთხევით დაარსდა ამდენი საკვირაო სკოლა და მინდა აქვე მიულოცო მას აღსაყდრებიდან 58 წელი და მინდა უსურვო მას ჯანმრთელობა და რაც თავარია დღეგრძელობა. დღეს ღონისძიებაზე ესწრებოდა ასევე მეუფე ეფრემი, მასაც დიდი მადლობა ამ დღის გალამაზებისათვის, რადგანაც სწორედ მან გადმოგცა თითოეულ ჩვენგანს სიგელები და ასევე დიდი მადლობა მინდა გადავხადო მოსაყდრეს მეუფეშიოს, რადგანაც მისი მხარდაჭერით ფუნქციონირებს დღემდე ეს საკვირაო სკოლები. მინდა წარმატება უსურვო თითოეულ სკოლას, თითოეულ ბავშვს, თითოეულ ხელმძღვანელს და თითოეულ სასულიერო პირს, რომელიც ამ საქმეში არის ჩართული, რადგანაც ეს არის ჩვენი მომავალი თაობისთვის აუცილებელი საქმე და მოღვაწეობა. თემქაზე მდებარე ბიჭვინთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის სამრევლო სახელით გულითადად გილოცავთ თქვენი უწმინდესობა და უნეტარესობა აღსაყდრებიდან 58 წლის იუბილეს და ღმერთს ვთხოვთ, რომ 50 წლის იუბილე ბიჭვინთაში და ცხინვალში აგვენიშნოს ქართველებს, აფხაზებთან, ოსებთან ერთად გაერთიანებულ საქართველოში. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სამრევლო სახელით იმისათვის, რომ ზრუნავთ სამრევლოების გაძლიერებისათვის და ყველა ღონეს ხმარობთ, რომ ჩვენი შვილები იმ წინაპართა კვალზე აღიზრდებოდნენ, რომელთაც ვართ აღსილნი და ბედნიერი ქართველი ადამიანები და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის სამრევლო სკოლების დაფინანსება, რომელსაც ხელს უწყობს ჩვენი პატრიარქი და რამოდენიმე წელია სულ რაც შესაძლებლობა მოეცა საქართველოში ეპარქიებს და სამრევლოებს და შედეგი არის არაჩვეულებრივი, დღესშემაჯამებელი გამოსვლა იყო და ყოველ წელიწადს უფრო ლამაზი და მშვენიერი არის ეს გამოსვლა და ბავშვები ძალიან ბედნიერები არიან ამ ყველაფრით და დიდი მადლობა თქვენო უწმინდესობა მრავალჟამიას გისურვებთ, იხარით და ითგეგრძელით. ღონისძიების მონაწილეები სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს აღსაყდრებიდან 52 წლის თავს ულოცავდნენ და საქართველოს ეკლესიის მეთაურის ღვაწლზე საუბრობდნენ. დღეს გამორჩეულა სადღესასწაულო განწყობაა ჩვენს ირგვლივ, რადგან ჩვენ გვაქვს საბაბი ამის. ჩვენი ეკლესიის მამამთავრის 58 წლის საპატრიარქო მოღვაწეობა გვაძლევს ამის საბაბს, რომ ვიყოთ ბედნიერები, მადლიერები და მას სიყვარულით, შვილებრივი სიმდაბლით და თიარულებით მიულოცოთ მისი მამამთავრობის 50 წლის იუბილე, იმიტომ რომ მან თავისი მოღვაწეობა მიუძღვნა ჩვენს ერს, მიუძღვნა ჩვენს დედა ეკლესიას და მოგვცა მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანი, როგორი უნდა იყოს მოძღვარი, როგორი უნდა იყოს ეკლესიის მრევლი და ყველა ქართველი ადამიანი, რომელიც თავისი მოღვაწეობით დაედება ერთქვათ, ერთ აგურად თავისი ეკლესიის და ქვეყნის მშენებლობას და ამ სახელმწიფოებრივი აზროვნების აღშენებისთვის ყველაფერს გააკეთებს. სწორედ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით უშუალოდ მეუფე შიოს მეცადინეობით, ხელმძღვანელობით და საპატრიარქო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით, რომელსაც ხელმძღვანელობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, მის გვერდში მოღვაწე მამა გურამ ჭარლაშვილი და სხვა მამების მეცადინეობით, უკვე არაერთი წელია ჩვენს ტაძარში, ზღვისუბლის წმინდა ანდრია კოჭელოვის სახელობის ტაძარში ფუნქციონირებს წმინდა ანდრიას სავანის სახელდებული საკვირაო სკოლა, სადაც არაერთი სახელოვნებო წრე არის წარმოდგენილი, გალობის, სიმღერის, კერამიკის, ხატვის და სხვა წრეები, რაც სწორედ მისი უწმიდესობის უშუალო ლოცვა-კურთხევით სრულდება და ჩვენ ვცდილობთ, რომ აი ამ გულმოდგინებით მას ყოველთვის მივცეთ სიხარულის საბაბი ჩვენი მცირეოდენი მცდელობით. ღმერთმა დალოცოს ჩვენი პატრიარქი, მადლობა მას ამ ყოველი მამამური სიყვარულისათვის, ვერძელობა ჩვენს მამამთავარს და სამარაჯამო სიხარული ჩვენს ქვეყანას და ერს. ვილოცავთ ამ დღესასწაულს, შეიძლება ითქვას, რაც ყველა ჩვენგანის გულს ახარებს და ჩვენ ამ მომავალ თაობას, რომელთა გულებში დათესილი სიტყვაც უდავად გამოიღებს ღირსეულ ნაყოფს და ღვთის სადიდებლად აღევნება ზეციურ სამკვიდრებელში.
მინდა რომ პატრიარქს მიულოცო აღსაყდრებიდან 52 წლის თავი. მინდა რომ ძალიან დიდხანს იყოს ჯანმრთელად. ვიცი რომ ამ ჩვენს ნამღერს მიიღებს და ძალიან გაუხარდება და ძალიან იამაყებს ჩვენ. პატრიარქს ულოცავ აღსაყდრების 52 წლის თავს, უსურვებ ჯანმრთელობას და ბედნიერებას და მე ძალიან მიხარია რომ ამ ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა. ულოცავ პატრიარქს აღსაყდრებიდან 52 წლის თავს, მინდა ჯანმრთელობა ვუსურო და დიდხანს ყოფნა ჩვენთვის. მადლობელი ვარ რომ დღეს მაქვს შესაძლებლობა მივიღო მონაწილეობა ამ ღონისძიებაში. მინდა რომ ყველას წარმატებები ვუსურო. ჩემთვის ეს ასე ვთქვათ ღონისძიება და ეს საქმიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველ რიგში ვილოცავ პატრიარქს აღსაყდრებიდან 52 წლის თავს და ეს ღონისძიება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან კარგი ღონისძიებაა, ძალიან ბევრი სამრევლო სკოლები იღებენ მონაწილეობას და რავი, ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენს შეგვიძლია დღეს წავსდგეთ ყველას წინაშე. ულოცავ პატრიარქს ჯანმრთელობას ვუსურვებ. ეს ღონისძიება ძალიან მომეწონა და კმაყოფილი ვარ რომ ამ ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა. კონცერტის პარალელურად გამოფენა მოეწყო. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო სამრევლო სკოლებში შექმნილი ნამუშევრები. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა ეხილა ხელნაკეთი ნივთები, ნახატები, თექის ნამუშევრები და კერამიკის ნიმუშები. მინდა რომ პატრიარქს მიულოცო აღსაყდრების 52 წლის თავი და იმედი მაქვს რომ ღვთისწყალობით მუდამ ჯანმრთელი გვეყოლება და კიდევ დიდხანს იქნება ჩვენს გვერდით. დღეს მე წარმოვადგენ სახელოსნო ირიათონს, ჩვენ გქონდა გამოფენილი თექის ნამუშევრები, ყველაფერი ჩვენი ხელით არის დამზადებული. მოგესალმებით, პირველ რიგში პატრიარქს მიულოცავთ აღსაყდრების 52 წლის თავს, უსურვებთ ღირგძელობას, მხნეობას, ჩვენი ერის საკეთილდღეოდ. ჩვენ დღეს სამრევლო სკოლების გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობას. ჩვენმა სახელოსნომ ხარების ტაძრიდან წარადგინა თექის ნამუშევრები, თექასთან ერთად ასევე ჰქონდა აბრეშუმის ნაწარმი და ჩვენი მოსწავლეების მიერ შექმნილი ულამაზესი ნამუშევრები წარვადგინეთ. ვილოცავთ ჩვენს უწმინდეს აღსაყდრებიდან 52 წლის თავს. ჩვენ ყოველწლიურად ვიღებთ ხოლმე მონაწილეობას ამ გამოფენაში და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს და ჩემი აღსაზრდებისთვის. ჩვენი მოსწავლეები წარმოვადგენთ ხოლმე სათამაშოებს, ნაქარგებს, ბისერით ნამუშევრებს და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს დღე და ჩემი მოსწავლეებისთვის. ღონისძიების დასასრულს დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ბოლნელმა მთავარ ეპისკოპოსმა ეფრემმა და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. გამომსვლელებმა ღონისძიების მონაწილეები დალოცეს და წარმატებები უსურვეს. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის 130 სამრევლო სკოლა ფუნქციონირებს. წელს ღონისძიებაში 40-მდე სამრევლო სკოლა მონაწილეობდა და ამ ღონისძიებით მიულოცეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს აღსაყდრებიდან 42 წლის თავი. კონცერტი მრავალჟამიერით დასრულდა.